ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, ამერიკა, იტალია და ავსტრო-უნგრეთი ასე ვთქვათ ინაწილებენ ჩინეთის ხდება ჩინეთის კოლონიზება. ამბობენ რომ მაო იყო 70% მართალი, 30%-ით ცდებოდა ის. ოღონდ ამას ამბობენ მაოს მიერ რეპრესირებული ელიტის თავარი, ასე ვთქვათ, გამყოფი ინტერესთა არის ზუსტად ეკონომიკურ სფეროში. კავკასია არის ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე სახმელეთო გზის ნაწილი. იქნება ის ოცნება თუ იქნება თუ რაიმე სხვა მთავრობა ის საერთოდ ამ მოცემულობაში მოუწევს ოპერაციას. დღეს მაუწყებელში ესეთი ერთ-ერთი ინტერვიუს ფორმატი გვექნება. ვილაპარაკებთ ჩინეთზე, ცოტას ჩინეთის ისტორიაზე, ზოგადად გლობალურ პროცესებზე, რაც ჩინეთის გარშემო მიმდინარეობს და ასევე საქართველოსაც შევეხებით ამ კონტექსტში, რადგან ჩინეთი უკვე დღეს ესეთი გლობალური მოთამაშეა და ჩვენზეც უკვე არსებობს გარკვეული გავლენები. დღეს ჩვენი სტუმარი არის გიორგი ქართველიშვილი, ჩინეთის მკვლევარი და მგონია რომ ესეთი საკმაოდ საინტერესო საუბარი გვექნება ბოლო 4000 წელი ჩინეთის დღევანდელი ჩინეთის ტერიტორიაზე წინწასული ცივილიზაცია არსებობდა მაგრამ რაკი ფორმატში მაინც მეტნაკლებად შეზღუდულები ვართ და დროც განუსაზღვრელი არ გვაქვს დავიწყოთ ჩინეთით მე-19 საუკუნიდან როცა ჩინეთის იმპერიას გავლილი აქვს უკვე თავისი რაღაცა პიკური პერიოდი თავისი ზომებითაც საკმაოდ დიდ მასშტაბებზე ვრცელდება უკვე, თუმცა ამ დროს ჩინეთის სივრცეში ჩნდებიან ევროპული იმპერიები. ეს პერიოდი მე-19 საუკუნის ჩინეთის ისტორიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, სწორედ იმიტომ, რომ ის შემდეგ განსაზღვრავს მთლიანად ჩინური ასე ვთქვათ მოდერნულობის ხანასაც. ამას ჩინურ ისტორიოგრაფიაში ეძახიან შეურაცხყოფის 100 წელს ან დამცირების 100 წელს. ხო, ეს არის პერიოდი, როდესაც ჩინეთში გამოჩნდნენ დასავლური იმპერიები და ოპიუმის ომებით იწყება მოკლედ ეს დაახლოებით მე-19 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ ოპიუმის ომი უკვე ბრიტანელები 1840 წელს შედიან უკვე ჩინეთში და მოკლედ რო შევაჯამოთ, ეს არის რაღაც ტიპის ჩინური ცივილიზაციის დაღმასვლის პერიოდი. როდესაც სხვა დასავლური იმპერიები, 7 სხვა იმპერია, ხო, ეს არის ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, ამერიკა, იტალია და ავსტრო-უნგრეთი ასე ვთქვათ ინაწილებენ ჩინეთის ხდება ჩინეთის კოლონიზება. ჩინეთი აგებს ოპიუმის ომებს, უწევს დათანხმება მრავალ არათანაბარ ხელშეკრულებებზე, რაღაც ეს ტერმინი არსებობს, რომელსაც თვითონ ჩინელი ისტორიკოსები ხშირად ხმარობენ, უწევს დათმობებზე წასვლა. სინოცენტრული სამყაროს ერთადერთი ჰეგემონი, ერთადერთი ცივილიზაცია აღმოაჩენს, რომ ის ჩამორჩება გადამწყვეტ სფეროებში, პირველ რიგში სამხედრო და საზღვაო სულისხმობ, ჩამორჩება დასავლურ იმპერიებს და უწევს დათმობა. ის ხდება კოლონია და მნიშვნელოვანია ეს პერიოდი, იმიტომ აი თუ ავიღებთ პირობითად პირველი ოპიუმის ომიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე. იმიტომ რომ შემდეგ მთლიანად ჩინური თანამედროვე ჩინეთის ვთქვათ პროექტი, ჩინური ნაციონალიზმის პროექტი, თანამედროვე ჩინური სახელმწიფოს პროექტი სწორედ აი ამ პერიოდის რაღაც ამ პერიოდიდან გამოსვლას ისახავს მიზნად. ხო, რომ აი დღეს ვაპარაკობთ თქვა ჩინეთის რაღაცა არსებებაზე, განვითარებაზე ეს აიქმება როგორც არა ვთქვათ რაღაც დაბალგანვითარებული ქვეყნის წარმატება, არამედ ძველი ცივილიზაციის დაბრუნება თავის ისტორიულ ადგილას.
ამიტომაა ის მნიშვნელოვანი და ეს პერიოდი განსაზღვრავს შემდეგ ხაშურის ჩინეთში ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფების პოლიტიკურ პროექტს იქნებიან ესენი ნაციონალისტები, კომუნისტები თუ სხვა. მაყურებლისთვის საინტერესო იქნება ის რაღაც პატარა მცირე კონტექსტი, როცა უშუალოდ თქვათ ჩინური ცივილიზაცია ხვდება ამ დასავლურს, როცა ლაპარაკობთ ამ 7 დიდ სახელმწიფოზე, რომელიც ჩინეთის გარშემო, ჩინეთის ტერიტორიებს ინაწილებს, ხო? იქ ჩინეთის შიგნით იბრძვის ბაზრის მოპოვებისთვის, ძირითადად სავაჭრო გზების და პორტებისთვის, ხო? აი რაც დღევანდელობაშიც აქტუალურია. აბრეშუმის გზის თემაც ვიცით, რომელიც კიდევ ცალკე ეს ძველი ისტორიული აბრეშუმის ცალკე დიდი თემაა, რომელსაც ასევე ამ პერიოდში უკვე რაღაც კრიზისი ჰქონდა, ხო, იმ ტრადიციულ სახმელეთო გზას და ჩინეთი, ესე იგი, კიდევ ერთხელ მეც შენ საუბარს გავაგრძელებ თუ გავიმეორებ, რომ აი ამ მე-19 საუკუნის ბოლოდან უკვე იწყებს ასე ვთქვათ დაშლას მთლიანად ირღვევა ის ძალთა ბალანსი, რაც ჩინეთის გარშემო არსებობდა. კი, და იქ არის პერიოდები, როდესაც ძალიან დეცენტრალიზებულია თვითონ ჩინეთში, ასე ვთქვათ, არსებობენ რაღაცა ლოკალური, რეგიონული სამხედრო ლიდერები და ასე ვთქვათ ასეთი პერიოდიც არის. მეორე სოფლიო ომამდე. ეს 100 წელი, ხო? და შემდგომ უკვე ეს ნაციონალისტური ჩინეთის რესპუბლიკის და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ბრძოლა მიდის იმისთვის, რომ რაღაცნაირად აღიდგინონ ეს დაკარგული თავისი სივრცე, რაშიც ჩინეთი 1000 წლეულები არსებობდა. ჩინეთი შედის დაპირისპირებაში პრაქტიკულად ყველა დასავლურ სახელმწიფოსთან, ასევე ამ დაპირისპირებაში ამ შიდა ომების და სამოქალაქო ომების პერიოდიდან, რომელიც ამ ოპიუმის ომებს მოყვა, ჩინეთის ტერიტორიაზე ასევე შემოდის იაპონია, ხო? რომელიც მე-20 საუკუნიდან უკვე რაღაცნაირი, ესე იგი, დასავლური იმპერიული სახელმწიფოების თანასწორ ძალად ყალიბდება მეორე. კი, და პრინციპში ყველაზე ცუდად დასამახსოვრებადი და ყველა სასტიკი როგორ თქვა ოკუპაცია, ხო, რეალურად ეს იყო იაპონიასგან ახსოვს ჩინეთს ზედად მეორე მსოფლიო ომის დროს. 1945 წელს, როდესაც თავდება მეორე მსოფლიო ომი, იაპონია მარცხდება, სრულდება ჩინეთის ოკუპაცია იაპონიის მიერ, რომელსაც ერთიანი ფრონტი ნაციონალისტური ძალების და კომუნისტური ძალების, ხო, ანუ გომინდანის და კომუნისტური პარტიის ეომება და შემდეგ იწყება უკვე სამოქალაქო ომი ამ ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის ჩინეთში, რომელიც თავდება კომუნისტების გამარჯვებით 1959 წელს მაო ძედუნის ლიდერობით, მთავრობა მიდის ემიგრაციაში და ეს არის დღევანდელი ტაივანი. თუმცა საინტერესოა შემდეგ როგორ ვითარდება მოვლენები, ხო? ანუ 59 წლის შემდეგ ჩინეთს ასევე არანაკლებ турбулентური საუკუნე აქვს, ხო? ისევ ალყაშია, ხო, გარკვეულწილად. თუმცა ერთი მხრივ მას უჩნდება დროებით მოკავშირე საბჭოთა კავშირი და ასე ვთქვათ, იწყება ჩინური უკვე სოციალისტური პროექტი 59 წლიდან. ალბათ შეგვიძლია რაღაცა პირობითად დავყოთ, რაღაცა უკვე სახალხო რესპუბლიკის ისტორია, ალბათ რაღაც მე ვიტყოდი 3 ძირითად ფაზად. ნუ პირველი ეს არის სოციალისტური ფაზა, მაო ძედუნის მაო ძედუნის, ხო, ანუ ჩინეთის კომუნისტური რევოლუციიდან მაო ძედუნის გარდაცვალებამდე. ნუ მეორე ეს არის უკვე საბაზრო რეფორმები, კაპიტალისტური გარდაქმნები, როცა იწყება 78 წლიდან ოფიციალურად და მე ვიტყოდი მესამე ყველაზე, ასე ვთქვათ, კაფიოდ გამოყოფადი ფაზა არის, რომელიც ვხედავ დღეს. მე ვიტყოდი 2010-იანი წლებიდან. ჩინეთი ყოველთვის იყო, ეხა იქამდეც იყო მნიშვნელოვანი მოთამაშე, მაგრამ ნუ ეს ვთქვათ 21 საუკუნეში ეს კიდევ უფრო სხვა მასშტაბებს იძენს. ნუ რა შეგვიძლია ვთქვათ ამ 3 ფაზაზე.
ნუ პირველი ფაზა ეს არის 59 წლიდან 78 წლამდე. ნუ ეს არის ფაზა, როდესაც ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანა, ხო, ანუ აი 100-ლიანი პერიოდით, ასე ვთქვათ, რომელიც ძალიან ღარიბი ქვეყანა, ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი, იწყებს ინდუსტრიალიზაციას. ეს ხდება საბჭოთა კავშირის დახმარებით. ეს ფაზა მნიშვნელოვანია უკვე შემდეგი ფაზისთვის. ანუ ამ დროს იქნება რაღაც საფუძველი ზუსტად იმ პროცესების, რომელსაც ჩინურ ეკონომიკურ სასწაულს ეძახიან, ხო? ამ დროს ხდება ინდუსტრიალიზაცია, ჩინეთი ხდება ატომური ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მაინც, ასე ვთქვათ, საკმაოდ ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყანაა, მაინც იქნება იმ ტიპის კეთილდღეობები, რომელიც გულისხმობს განათლებას, ჯანდაცვას, რაც შემდეგ ფაზაში ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამ პერიოდში ჩაყრილი საფუძველი შემდეგ აღმოჩნდება, რომ ძალიან ხელსაყრელია კაპიტალისტური გარდაქმნებისთვის და შემდეგ იმისთვის, რასაც ჩინურ ეკონომიკურ სასწაულს ეძახიან, ხო? რა დროსაც მე ვიტყოდი ერთმანეთს ემთხვევა რამდენიმე ფაქტორი, რამაც განაპირობა ეს ეკონომიკური წინსვლა. ნუ ეს არის ძალიან დიდი რაოდენობის სამუშაო ძალა, ხო, ანუ ჩინეთი არის უზარმაზარი ქვეყანა, ძალიან დიდი მოსახლეობით, ხო, ანუ ეს არის, ვთქვათ, ერთი ფაქტორი. მეორე ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაო ძალა მაშინ იყო საკმაოდ დაბალ, ანუ ვთქვათ, იაფი. მიუხედავად ამისა, ის იყო უფრო მეტად განათლებული, უფრო მეტად ჯანმრთელი, ვიდრე, ვთქვათ, სამხრეთ აზიის საზოგადოებებში. აი ეს იყო ის უპირატესობა, რაც ჩინეთს ჰქონდა სხვა აზიურ ქვეყნებთან. რაც კარგად გამოიყენეს დენგის, ანუ მაოს მემკვიდრის პერიოდში. იწყება პროცესი, ვთქვათ, რეფორმა, რომელსაც ოფიციალურად ქვია რეფორმა და გახსნა. რეფორმა გულისხმობს ქვეყნის შიგნით კაპიტალისტურ საბაზრო რეფორმებს, გახსნა გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკის გახსნას საერთაშორისო კაპიტალისტვის. და ასევე იწყება მაოს პოლიტიკის კრიტიკაც, ხო? მაოს პოლიტიკის კრიტიკა იყო ძალიან ზომიერი კრიტიკა. ანუ რეალურად ის რაც ჩვენ საბჭოთა კავშირში მოხდა დესტალინიზაციის კუთხით, მსგავსი რამ არ ყოფილა ჩინეთში, ხო? ანუ ესეთი ფრთიანი ის აქვთ რაღაცა მოდელი, ამბობენ, რომ მაო იყო 70% მართალი, 30%-ით ცდებოდა ის. ოღონდ ამას ამბობენ მაოს მიერ რეპრესირებული ელიტები. რომლებიც კულტურული რევოლუციის პერიოდში, რომლებიც აბსოლუტურად ანუ მაოს სიკვდილის შემდეგ ჩინეთს ვინც მართავს, ეს არის აბსოლუტურად დიდწილად მაოს მიერ რეპრესირებული პოლიტიკური ელიტები, ან კომუნისტური პარტიის ელიტები. რაც ძალიან დიდი განსხვავება ასევე ჩვენს რეალობასთან, საბჭოთა ისტორიასთან, ხო? ანუ სტალინის რეპრესირებული ელიტები უბრალოდ ფიზიკურად ვერ გადაურჩნენ რეპრესიებს, მაგრამ ჩინეთში ეს ხდება, რომ ანუ მაგალითად დენგი მაოს ჯერ კიდევ ცოცხალია, მაშინ ბრუნდება პოლიტიკურ პოზიციებზე. და ზოგადად მაოს სიკვდილის შემდეგ აი ეს ზუსტად ეს კომუნისტური პარტიის ეს ელიტა იწყებს ქვეყნის მართვას და აი იმ რეფორმებს, რაც ვახსენე. და ამ დროს ხდება აი რაღაც ეს მეორე დიდი ნახტომი. პირობითად რო ვაგოთ 200 წლების განმავლობაში ხდება ეკონომიკის ძალიან დიდი ზრდა, უწყვეტი. და ჩინეთი საბოლოოდ ყალიბდება უკვე სოფლიო მასშტაბის ეკონომიკად. და ეს უკვე ხარისხობრივად ცვლის მის როლს სოფლიო პროცესებში. და ეს მესამე ფაზა დგება სწორედ ამის შემდეგ, უკვე 21 საუკუნეში, ჩემი აზრით, როდესაც ასევე ემთხვევა რაღაც ფაქტორები. პირველი ის, რომ ჩინეთი უკვე არის ძალიან ძლიერი, მის ეკონომიკაზე დამოკიდებულია უკვე სოფლიოს ფაქტობრივად ყველა რეგიონი. ჩინურ საქონელს ხედავთ აბსოლუტურად ყველგან. ის უკვე სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრიც ხდება ოფიციალურად, სხვა შორის 21 საუკუნემდე ის არ იყო ამ ორგანიზაციის წევრი.
მაგრამ მეორე მხრივ ხდება რა, რომ ის განვითარების ის მოდელი უკვე აღარ მუშაობს ისე, როგორც მუშაობდა წინა პერიოდებში. აი რას გულისხმობ? აი ამხელა ეკონომიკის 10-15%-იანი ზრდა ყოველწლიურად მუდმივად შეუძლებელია, ხო? ხდება ის, რომ ჯერთი ჩინეთს იაფი მუშახელის თვალსაზრისით უჩნდება სხვა კონკურენტებიც. ჩინური მუშახელიც ძვირდება. თუ შევადარებთ, თქვათ, არ ვიცი, ბანგლადეშს ან ფილიპინებს, ინდონეზიას და ასე შემდეგ. მოკლედ, რაღაც ეს განვითარების მოდელი ისე აღარ მუშაობს, როგორც მუშაობდა. ამას ემატება მაგალითად დემოგრაფიული გადასვლის ფაქტორი, ხო, ანუ ბერდება მოსახლეობა, დაახლოებით ის, რაც იაპონიას დაემართა ჩინეთამდე 20-25 წლით ადრე. და რაღაც უნდა შეიცვალოს. ხო, და იქ უნდა დავამატოთ ის, რომ ანუ ასევე ჩინეთი უკვე რეალურ კონკურენციაში შედის მსოფლიოს სხვა ცენტრებთან. ესეც არ დაგვაუწყდეს, ანუ იქ უკვე წინაღობას ეჯახება დასავლეთის. ხო, აი მანამდე თუ თქვათ დასავლური კაპიტალის გადადინების მთავარ ცენტრად იქცა, რომელსაც შემდეგ ჩინეთის ინდუსტრიალიზაციას და განვითარებას შეუწყო ხელი, უკვე 2010-იანებიდან ეს უკვე იწყება წინააღმდეგობა, რადგან ჩინეთი. მაგრამ ნუ ჩინეთის გრანდ სტრატეგია რა არის უკვე ამ ახალ ფაზაში. არის ის, რომ ძალიან მოკლედ რომ მოვხაზოთ, ის სამხედრო ჰეგემონია არ არის ამერიკისგან განსხვავებით, ხო, მას არ აქვს სამხედრო გავლენა მსოფლიოს სხვა ყველა წერტილში, მაგრამ მას აქვს ეკონომიკური გავლენა. და სწორედ ამაზე დგას მისი ჰეგემონიური პროექტი. მიზანი არის ის, რომ ჩინეთის ეკონომიკაზე იყოს დამოკიდებული აბსოლუტურად ყველა. ყველა პროდუქტი, რასაც აბსოლუტურად ყველა ქვეყანა. მოვიხმართ იყოს. მათ შორის, ანუ მისი მოკავშირე ქვეყნები, მათ შორის მისი მასთან დაპირისპირებული, თქვათ, ვთქვათ, ანუ ინტერესთა კონფლიქტში მყოფი ქვეყნები, ხო, აგულისხმობ უკვე ვთქვათ ევროპის ქვეყნებს, ამერიკას და ასე შემდეგ. ხო, ანუ ესეთი ციტატა მახსენდება სი ძინპინის, ჩინეთის პრეზიდენტის გამოსვლიდან და შემდეგ უკვე ეს უკვე ოფიციალურ დოკუმენტებშიც ხდება, რომ ჩვენი მიზანია, ჩვენი სტრატეგია, ჩვენი სტრატეგია შევქმნათ გრავიტაციული მიზიდულობა ჩინეთის ეკონომიკისკენ მთელ მსოფლიოში. ხო, ეს გულისხმობს რას, რომ სხვა ქვეყნები იყოს დამოკიდებული ჩინურ ბაზარზე და ჩინეთთან ვაჭრობაზე. იმდენად, რომ ეს უკვე წარმოადგენს პოლიტიკურ ბერკეტს. ეს წარმოადგენს ბერკეტს შენი მოკავშირეების ქსელის შექმნისთვის, ეს წარმოადგენს ბერკეტს შენი მეტოქეების, ასე ვთქვათ, დასაბალანსებლად და ასე შემდეგ. სწორედ აი ამ ფაზაში ვართ ახლა. ამისთვის ჩინეთი რას აკეთებს? ბოლო 15 წელია დაახლოებით. ნუ აკეთებს ისეთ რაღაცებს, როგორც არის მაგალითად ცნობილი სარტყლის და გზის ინიციატივა. აი ამ ტიპის ფართო სტრატეგიები. რომელიც ასევე ემსახურება ზუსტად აი იმ ლოგიკას, რაც თქვით, ხო? რომ ჩინეთის ეკონომიკა იყოს ძლიერი და სხვა ეკონომიკები იყოს მასზე დამოკიდებული. ამისთვის საჭიროა სავაჭრო გზები, ინფრასტრუქტურა, ამისთვის საჭიროა ყველა საჭირო ბუნებრივი რესურსი, რომელიც ჩინეთს სჭირდება ან არ აქვს. და ამ პროცესში ხდება ასევე პოლიტიკური გავლენების შენარჩუნება, გამტკიცება. სავაჭრო გზების განვითარებას თან მოყვება ისეთი პროექტები, ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებას. ხო, ანუ როდესაც თქვათ, არ ვიცი, პირობითად ავიღოთ, ვაჭრობის 40% მოდის რომელიღაც ქვეყნის ვაჭრობის 40% მოდის ერთ ქვეყანაზე, ამ ჩინეთზე, ეს უკვე ვთქვათ, გადაიღურება პოლიტიკურ ბერკეტში. აი ეს არის უკვე ხარისხობრივად ახალი ფაზა ჩინეთის ვთქვათ, არსებობის სოფლიო სისტემაში შეიძლება ესე ვთქვათ. ცოტა ხნით ისტორიისკენ მიუბრუნდეთ, ხო? ანუ 1912 წელს იქმნება ჩინეთის რესპუბლიკა, ეს პირველი ნაციონალისტური პროექტი, რომლის იდეაც არის ის, რომ რაღაცა იმპერიის ხანა, ჩინეთის იმპერიის ხანა უნდა დასრულდეს და
სახელმწიფომ მოდერნიზაცია უნდა გაიაროს. და ამ ნაციონალისტურ პროექტთან ერთად მალევე ჩნდება ეს კომუნისტური პროექტი. რომლებიც და ალბათ რომლების შერწყმაც თუ რაღაც თანაცხოვრება და კონკურენცია ჩინეთის ისტორიისთვის და თანამედროვე ჩინეთისთვისაც ალბათ ერთ-ერთი რაღაც უმნიშვნელოვანესი საკითხია. აი ამ ორი იდეოლოგიის დაპირისპირება ამ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღევანდელობამდე როგორ მოდის, აი მაგაზეც ცოტა ვისაუბროთ. სწორად ახსენე ხა ეს ნაციონალისტური და კომუნისტური, მარქსისტული მოდერნიზაციის პროექტი. და რა გამახსენდა ეხლა პატარა კომენტარს გავაკეთებ მაგაზე. ესე იგი ჩინეთის მე-20 საუკუნის ისტორია და აი ჩინეთის თანამედროვე ჩინეთის ჩამოყალიბების პროცესი ხშირად არის აღქმული როგორც აი მარტივად რო ვთქვათ რაღაც ტიპის ძველი ცივილიზაციის, რაღაც კონსერვატული ტრადიციული საზოგადოების პასუხი დასავლურ რაღაც რეაქციული პასუხი დასავლურ საფრთხეზე. მოდერნიზაციის ხო, მაგრამ ეს არის სრულიად ცდარი დაშვება. რატომ? იმიტომ რომ ჩინური მოდერნიზაციის ყველა პროექტი აბსოლუტურად პირიქით იდგა ყველაზე რადიკალური დასავლური იდეების სინიფიკაციაზე, ანუ გაჩინურებაზე. ანუ ყველაზე რადიკალური დასავლური იდეების აღებაზე და მათ ჩინეთის ასე ვთქვათ რეალობაში მორგებაზე. ასეთი იყო ნაციონალისტური პროექტი, ასეთი იყო შემდეგ ხო, ანუ კომუნისტური პროექტი და სხვა შორის ასეთი იყო შემდეგ უკვე კაპიტალისტური პროექტიც. და ამ გაგებით ეს არის ყველაზე არატრადიციული სახელმწიფო ალბათ ერთ-ერთი დღეს. ну ასევე იმიტომ რომ მე-20 საუკუნეში ძალიან ბევრჯერ მოხდა რადიკალური გარდაქმნა ამ საზოგადოების, მაგრამ ხო, ეს ორი პროექტი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ პერიოდში, რაც შენ ახსენე. თუმცა შემდეგ ის უკვე გრძელდება პოლიტიკური კუთხით, ხო, ნაციონალისტები მიდიან ტაივანში და დღესაც ეს ორი სახელმწიფო აცხადებს ჩინეთის ლეგიტიმურ მემკვიდრედ თავს. გულისხმობს ჩინეთის რესპუბლიკა ტაივანზე და სახალხო რესპუბლიკა ჩინეთში. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ორი ხო, ან მემარჯვენე და მემარცხენე პროექტი იდეოლოგიურად, მათ განსაკუთრებით იმპერია მე-20 საუკუნის დასაწყისში, ну მათ აერთიანებდათ ხო საერთო მიზნები. სწორედ ამიტომ იყო შესაძლებელი, ვთქვათ, მათი გაერთიანება საერთო საფრთხის პირისპირ ესეთის ვთქვათ, როგორც იყო იაპონიის ოკუპაცია. თუმცა ну შემდეგ ეს სამოქალაქო ომში გადაიზარდა და აღმოჩნდა რომ ეს ორი უნდა გაიყოს. ეს გაყოფა დღესაც რაღაცა გლობალური პოლიტიკის საკითხად რჩება, ხო? კი, ტაივანის საკითხი, ну ერთ-ერთი საინტერესო საკითხია. აი მართლა როგორც თქვი, ორივე პროექტი პრინციპში რაღაცნაირად ამ შეიძლება იწვოს რევოლუციურობამდე, ესეთი რაღაცა პროგრესული, ასე ვთქვათ, რაღაცა ამბიციის პროექტი იყო, ხო? აი ხა ტაივანიც დღეს თავისი პოლიტეკონომიური მიმართულებით საკმაოდ ისეთი რაღაც წინწასული თუ რადიკალური პროექტია, ალბათ როგორც საერთაშორისო რაღაცა ბაზრის ნაწილი და ეკონომიკურად ესეთი აქტიური, ანუ უფრო მემარჯვენე სახელმწიფო და ჩინეთის აი განსაკუთრებით თქვათ მაოს პერიოდში, როცა ჩინეთში ეს კულტურული რევოლუცია იწყება, მაშინვე მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რაღაცა ესეთი ძლიერი მსოფლიო მოთამაშე, რომელიც რაღაც საბჭოთა კავშირს და ამერიკას მთლად ბოლომდე რაღაცა ბალანსის ცენტრს შეუქმნის, ამის მიუხედავად იდეოლოგიურად მაოს კულტურული რევოლუციის და მაოიზმის გავლენა ახალგაზრდობას თქვათ იგივე ევროპაში და ამერიკაში ძალიან აქტიურად ედება როგორც კულტურული რევოლუციის დროს 60-იანების ბოლოს, ხო? ну ევროპაში მოვლენები ემთხვევა და სადაც არის კი მაოიზმის გავლენა და არის რაცა ამ კულტურული რევოლუციის სიმპათიები.
შორი მზერიდან. ხო, კულტურული ეგ კიდევ იცი რას ვფიქრობდი, რომ ვკითხულობდი ამ კულტურულ რევოლუციაზე, რაღაცნაირად ესეთი საკმაოდ მძიმე პერიოდია, ხო, რომელსაც მოყვება ეს ახალგაზრდების გამოსვლები იმ დონეზე, რომ ქმნიან პრაქტიკულად თავის არმიებს, რომლებიც მთელი ჩინეთის მასშტაბით რაღაც დესტაბილიზაციას ქმნიან საბოლოო ჯამში და ისეთი რაღაც ბრუტალური და რაღაც არაადამიანური მოპყრობის უამრავი ფაქტი ფიქსირდება, თქვათ იგივე რაღაც წინათაობის ადამიანების მიმართ, ხო, რაც ეს კულტურული რევოლუციის ერთ-ერთი რაღაც თეორიული საფუძველი იყო, როცა მაო ამბობდა, რომ ის ხალხი, ვინც კომუნისტურ ჩინეთში დაიბადა, მათ უნდა შექმნან რაღაცა ეს ახალი რევოლუციური პროექტი და ყველა ძველი არის რაღაცა ამ ძველის ძველის ნგრევის კი და აი მაგ ესე იგი აი რაღაც ცოტა ხნის წინ რა როცა პრინციპში ამ ინტერვიუსთვის მომზადება დავიწყე მივხვდი რატო შეიძლებოდა რომ ეს მაოისტური მარქსიზმის იდეა ყოფილიყო მთელ მსოფლიოში ახალგაზრდებში ესეთი მიმზიდველი ხო ესე იგი ახალგაზრდებს ეუბნებოდა რომ თქვენ ხართ ის ძალა იგივე სტუდენტებს ხო რა ვიცი საფრანგეთში იქნება თუ ამერიკაში რომლებმაც რაღაცა სხვა სამყარო უნდა შექმნათ ესე უხეშად კი და იყო რაღაცა ანტიტრადიციული კულტურული პროექტი ასევე რომელიც ძველ კულტურას ემუქრებოდა მაგრამ კულტურული რევოლუციაც რაღაცა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია რომელსაც თავის ფაზები ჰქონდა ხო იყო აი ეს რაც შენ ახსენე მასობრივი გამოსვლების და ანუ ეს საწყისი ფაზა ალბათ თავარი ну ზოგიერთი საერთოდ ამბობს რომ მაშინ დამთავრდა კულტურული რევოლუცია, როდესაც ეს პერიოდი დამთავრდა უკვე, როდესაც კომუნისტური პარტია წესრიგს აღადგენს, არმია წესრიგს აღდგენას ცდილობს, იწყებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩინეთში ძალიან თქვა დელიკატური თემაა, შეიძლება თქვას ტაბუდადებული თემაც არის კულტურული რევოლუცია და ის მაინც კოლექტიურ მეხსიერებაში თუ ოფიციალურ პოლიტიკურ ლექსიკონში ის მაინც ტრავმად არის ცხადია მთელი მისის კვერპლის და მთელი ამ არეულობის გამო. და ასევე მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ფაქტობრივად სრულად პოლიტიკური ელიტა, რომელიც შემდეგ მართვისადავეები აიღო ხელში, ეს არის სრულად კულტურული რევოლუციის დროს სხვადასხვა ფორმით რეპრესირებული ელიტა. ამიტომ აი მაგალითად ამბობდნენ, რომ როდესაც სი ცзиньპინი ის პირველი ვადა დაიწყო, აი დასავლურ მედიაში იყო, რომ აი მაოისტი პრეზიდენტი მოდის ჩინეთში, რაც ანუ ცოტა ასე არის მოკლებული, იმიტომ რომ ანუ ოსი ასევე არის რეპრესირებული ძველი კომუნისტური პარტიის ლიდერის შვილი. და თვითონაც ასევე კულტურული რევოლუციის ხერხი იყო. მოკლედ ისეთი საკითხია, რომ ეს კულტურული რევოლუცია მაინც ტრავმული გამოცდილებაა განსაკუთრებით ჩინელი პოლიტიკური ელიტების მეხსიერებაში არსებობს მისი ასე ვთქვათ რაღაცა საფრთხე და შიში მსგავსი ტიპის ცხადია არა მგვარი, მაგრამ აი სოციალური არეულობის რაღაცა დაზღვევის და წესრიგის პირიქით წესრიგის გამყარების მოთხოვნა. ეს რეპრესირებული პოლიტიკური ელიტები, რომლებიც შემდეგ ძალაუფლებაში მოდიან, ისინი არაკეთებენ იმას, რაც ვთქვათ მოხდა საბჭოთა კავშირში, ხო? ისინი ინარჩუნებენ პოლიტიკურ სისტემას. ისინი ხო, ანუ მაოზე ამბობენ, რომ ის 70% მაინც მართალი იყო და რეფორმები რაც ხდება, ეს არის ეკონომიკური რეფორმები, თუმცა პოლიტიკური რეფორმა ჩინეთში არ მოხდარა. ხო, მიუხედავად იმისა, რომ იყო პერიოდი, როდესაც იყვნენ მათ შორის პარტიაში ძალები, რომლებიც ლიბერალური პოლიტიკური რეფორმის ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ჰორიზონტზე მაინც ხედავდნენ თუ მაშინვე არა და ნუ იყო უზარმაზარი გამოსვლები, რომელიც შემდეგ ჩაახშო ძალით
კომუნისტურ პარტიამ და თენერმენის მოვლენას გულისხმობ. თუმცა აი მან დამთავრდა ეს ხაცა ლიბერალური მოდერნიზაციის ტიპის ჰორიზონტი ჩინეთში. Ну, აღმოჩნდა რომ პოლიტიკური ელიტების მრავლესობა, მათ შორის დენგი, რომელიც თვითონ იყო კაპიტალისტური გარდაქმნების შემოქმედი, ის დენგი და მისი მსგავსი, ასე თქვა, დიდი ფიგურები კატეგორიულად წინააღმდეგებოდნენ რაიმე ანალოგიური ტიპის პოლიტიკურ რეფორმას. ბოლომდე შეინარჩუნეს პარტია სახელმწიფო ერთპარტიული მმართველობა და რაცა ეს ის რაც მოხდა, თქვა, სხვა სოციალისტურ ბლოკში აქ ჩინეთში ეს არ მოხდა. და აი მოკლედ რომ შევაჯამოთ, თქვა, აი ეს ნაწილი, თქვა, დღევანდელ ჩინეთში აი ცხოვრება რა პოლიტიკურ რეჟიმში მიმდინარეობს, ხო? აი როგორ რას დაარქმევდი, აი როგორ აღწერდი თანამედროვე ჩინეთის შიდა პოლიტიკას. Ну, ერთი მხრივ ეს არის ძალიან ხისტი, ძალიან ხისტი, ძალიან რეპრესიული, ძალიან წესრიგის დამცველი რეჟიმი. მეორე ხო ეს არის საკმაოდ დეცენტრალიზებული სახელმწიფო, ეს არის უზარმაზარი სახელმწიფო, სადაც არსებობს 50-ზე მეტი ეთნოსი და თქვათ რიგითი ადამიანის ცხოვრება სადღაც რომელიღაც პროვინცია, სამხრეთის პროვინციაში სოფლად არის აბსოლუტურად განსხვავებული, ვიდრე თქვათ ურბანული პროლეტარიატის ან საშუალო კლასის. ამ ხრივ ასევე ჭრელია ჩინეთი. ეხლა კითხვას თუ ისე შევაბრუნებთ, თქვათ ეს კაპიტალიზმია თუ სოციალიზმია, ну ეს არის რაღაც ტიპის ჰიბრიდი, სადაც ანუ ცხადია კაპიტალიზმია იმ ხრივ რომ ну კაპიტალისტური წარმოების წესი არსებობს, კერძო სექტორი გაცილებით უფრო დიდია ვიდრე გაცილებით უფრო დიდია ვიდრე სახელმწიფო სექტორი, ანუ ეკონომიკურ ქლიან ეკონომიკას თუ ავიღებთ, მაგრამ ცხადია ხელისუფლება, ცენტრალური ხელისუფლება პარტია ინარჩუნებს გადამწყვეტ გავლენებს განსაკუთრებით მისთვის სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში. და ну ცხადია სახელმწიფო კომპანიები დიდი მოთამაშეები არიან განსაკუთრებით ამ სექტორებში. ამიტომ რაღაც ტიპის ჰიბრიდია, ხო, არის ეს რაცა კითხვა, ანუ ჩინეთი კაპიტალიზმია თუ სოციალიზმი. ხო, ანუ ალბათ რაღაც შეიძლება ამბობენ რომ ეს არის სოციალიზმი ჩინური ნიშნებით თუ მახასიათებლებით. ხო, აი ეს საკითხი ახლა ვთქვათ როგორ გადადის უკვე ამ რაღაც გლობალურ ჩინურ პოლიტიკაზე. სხვა ქვეყნებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ ჩინეთი ვთქვათ რაღაცა სავაჭრო გზებს ამ Belt and Road-ის პროექტს აკეთებს და საათგზის და გზის ინიციატივა. და უკვე ნელ-ნელა ჩნდება როგორც რაღაც ინვესტორი, ხო? და რაღაც დასავლური ინვესტიციის თუ რაღაც ინფრასტრუქტურული და განვითარების პროექტების ჩამნაცვლებელიც კონკურენტი ბევრ რეგიონში, მათი კონკურენტი. ჩვენ უკვე ვახსენეთ ჩინეთის ეკონომიკური დომინაცია რაზე დგას, ხო? მის ხო რაღაც ბაზრების ათვისებაზე, სხვა ქვეყნების დამოკიდებულება ჩინეთზე, ეკონომიკური და ასე შემდეგ. მაგრამ ასევე ეხლა შენ რაც თქვი Belt and Road-ი, ანუ საერთაშორისო ინიციატივა, თქვათ, ეს უკვე გაცილებით ფართო სპექტრი არის, ვიდრე უბრალოდ ვაჭრობა, ხო? ამ სტრატეგიის მიზანი რა არის, ხო, რომ შეიქმნას ღირებულებითი მიწოდების ჯაჭვები, სავაჭრო გზები, რომლებიც თქვა ჩაბმულია ჩინეთის ეკონომიკასთან, შეიქმნას ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურები, პორტები, გზები, თქვა არამატერიალური ინფრასტრუქტურები, რომლებსაც შეიძლება ზოგჯერ ჩინური კომპანიებიც ასრულებენ და შეიძლება არც ასრულებდნენ, მაგრამ ეს რაღაც გრანდ სტრატეგია სწორედ აი ამ დიდი მიზნის ერთ-ერთი ინსტრუმენტია რა. და ამ პროცესში შემდეგ ხდება რა? რომ ერთი მხრივ ჩინური კაპიტალი შედის სხვა ქვეყნებში. ყველაზე მეტად აქ გლობალური სამხრეთი გვახსენდება, იმიტომ რომ აი ეს ჩინური
ეკონომიკური გასვლა სოფლიოში ყველაზე პირველი გლობალურმა სამხრეთმა ნახა გულისხმობ აფრიკას, ლათინურ ამერიკას, სამხრეთ აზიას. სადაც ჩინური კაპიტალი შედის მისთვის საინტერესო სექტორებში. იქნება ეს სამთო-მოპოვებითი სექტორი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული განვითარება, რაც გლობალურ სამხრეთში ისიც არის, რომ ამ ქვეყნებს აქვს ძალიან დიდი ჩამორჩენა ინფრასტრუქტურული კუთხით და მსხვილი ინფრასტრუქტურისთვის მათ არ აქვს საკმარისი კაპიტალი მისგან სავითარებლად. ამ დროს მოდის ჩინური კაპიტალი, რომელიც თავის ინტერესების შესაბამისად შედის ამ ქვეყნის ეკონომიკებში, აშენებს გზებს, პორტებს, ხშირად წარმატებულად, ხშირად წარუმატებლად, მაგრამ ეს საკმაოდ მასშტაბური პროცესია, რომელსაც უკვე გლობალურ სამხრეთის მიღმაც ვხედავთ. რაც შეეხება შეგვიძლია ჩვენს რეგიონზე გადავიდეთ, რამდენადაც თუ სარტყლის გზის ინიციატივას ვახსენებთ და ჩინეთის რაღაცა გრანდ პროექტს, როგორ დაუკავშიროს მთელი სოფლიოს ეკონომიკები თავის საკუთარ ეკონომიკას, ჩვენც რაღაცა ამ დიდი რუკის ერთ-ერთი განშტოებაში აღმოჩნდით, ხო? კერძოდ კავკასია არის ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე სახმელეთო გზის ნაწილი, ხო, შუა დერეფანს რაც ეძახიან. და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი, სტრატეგიული ინტერესი ჩინეთის მხრიდან, რომელიც ჩვენს რეგიონზე გადის. ეს არის სახმელეთო გზა, ტრანსკასპიური ზღვა, რომელიც შუაში კასპიის ზღვას გაივლის, რომელიც ცენტრალური აზიის, კავკასიის, რიგ შემთხვევაში ანატოლიის, მაგრამ შავი ზღვის გავლით აკავშირებს ევროპას ჩინეთთან. ეს არის ყველაზე მოკლე, პოტენციურად ყველაზე მოკლე გზა, სახმელეთო გზა ჩინეთსა და ევროპას შორის. ჩინეთი და ევროპა საკმაოდ მნიშვნელოვანი, ანუ შემთხვევითი არ არის, რომ ეს გზა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩინეთი და ევროპა ძალიან ერთმანეთზე დამოკიდებული ეკონომიკებია და მათი სახმელეთო ვაჭრობა აქამდე ყოველ შემთხვევაში ახლაც მეტწილად ჩრდილო დერეფნით ხდება, ეს არის რუსეთზე გამავალი გზა. თუმცა პროცესები ჩქარდება უკრაინის ომის შემდეგ. უკრაინის ომის შემდეგ, ევროპა რუსეთის სრულად ახალდების ურთიერთობების შემდეგ და ეს თავისთავად ევროპის და ჩინეთის ორივეს ინტერესშია საკუთარი სავაჭრო გზების დივერსიფიკაცია. ისეთი რომელიც არც რუსეთზე არ გადის და არც საზღვაო გზებზე ვთქვათ ხო, რომელსაც მეტად ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელზეც ამერიკას აქვს წვდომა. კი ბატონო. და როგორც უკვე ვახსენე, ამ ტიპის ეკონომიკურ ურთიერთობას ასევე მოაქვს ვთქვათ რაღაც ტიპის პოლიტიკური ბერკეტები, პოლიტიკური მოკავშირეები, მეც არ ვიცი. საერთაშორისო ორგანიზაციაში თუ მის მიღმა შენს ინტერესებს ყოველ შემთხვევაში თუ არ შეეწინააღმდეგებიან მაინც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შუა დერეფნის მიმართულებაზე ჩინეთის გავლენა ვთქვათ ბოლო 2 ან 5 წელში რაღაცნაირად ისე შემოვიდა, გაიზარდა. ჩემი აზრით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა დიდი ჩინური ინვესტიციები არ გვინახავს ჯერჯერობით, მაგრამ გაიზარდა. ეს ჩანს ერთი მხრივ ოფიციალურ დოკუმენტებშიც, სადაც ჩინელები ამბობენ, რომ ეს დერეფანი არის ერთ-ერთი თავარი ამოცანა, ამ დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი თავარი ამოცანა მომდევნო 10 წელიწადში სარტყლის გზის ინიციატივისთვის. მაგრამ ასევე გაიზარდა ინტერესი არა მხოლოდ ჩინეთთან, არამედ ევროპიდანაც. და გვაუწყდება, რომ დერეფნის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში სწორედ ევროპული პოლისი ბანკები, ანუ ევროპული საინვესტიციო ბანკები არიან ასევე ჩართულები, ხო? ხა მაგალითად საქართველოში თუ გადავხედავთ,
საავტომობილო გზების პროექტებს, ეს დიდწილად ევროპული დაფინანსებითა და ევროპული სასხებითა აშენებული, მაგრამ ასევე ის შეიძლება ჩაითვალოს DRF-ის ეკონომიკა. ზოგადად ევროპელებს ჩინელებამდე ჰქონდათ შუა DRF-ის გავსი ინიციატივა, აი ტრასეკას სახელით რაცაა ცნობილი. სავაჭრო, ანუ ეკონომიკური DRF-ის, რომელიც სამხრეთ კავკასიაზე გაივლიდა და შეამოკლებდა ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიის კავშირს მიბმას ევროპაზე. აი ამ ტიპის რაღაცა გეოეკონომიკური პროექტი. ნუ ევროკავშირს კიდევ დამატებითი ინტერესი გაუჩნდა ჩვენ რეგიონში რაღაცა ტრანზიტული კუთხით ჩვენი რეგიონის მიმართ, მას შემდეგ რაც დაიწყო უკრაინაში ომი. და მას შემდეგ რაც ევროკავშირმა უარი თქვა რუსულ ენერგორესურსებზე. და ის საქართველოზე ახდენს ეს გავლენას? საქართველოს ახდენს გავლენას იმ ხრივ, რომ ისეთი მასშტაბური პროექტები შესრულება იწყება, როგორც არის მაგალითად შავი ზღვის კაბელი, რომელმაც განახლებადი ენერგია უნდა მიაწოდოს შავი ზღვის გავლით სამხრეთ კავკასიიდან ევროპას. რაც ხადია რეგიონის გეოპოლიტიკურ, გეოეკონომიკურ მნიშვნელობას დის. ხო, ეს კაბელი გაივლის რაღაცა კასპიის აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით და შავი ზღვის გავლით ევროპაში. და სხვათა შორის ჩვენი მხრიდანაც არსებობს კაბელის გამოყენების რაღაც პერსპექტივები, ხო, რაღაც მთავრობამ დაანონსა გაორმაგება და ლამის გასამაგება ელექტროენერგიის წარმოების მომდევნო 10 წელიწადში, ხო, რის ხარჯზე ეს არის ახალი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების ხარჯზე, რომლებიც ნუ შემდეგ პოტენციურად გაიდიან რომლის მეშვეობით შემდეგ იქ წარმოებულ ენერგიას გაიდიან შავი ზღვის კაბელის გავლით ევროპაში. ჩინეთი განიხილება იგივე აი ანაკლიის პროექტის საკითხში რაღაც გარანტორად, ხო, საქართველოსთვის. საქართველოს ხელისუფლებისთვის გარკვეულ რაღაც პოლიტიკურ გარანტორადაც. აი შენ ამ გავლენას როგორ უყურებ? ნუ პირველი ალბათ ის, რომ აი ბოლოს რაც თქვი მაგედან დავიწყებ, რომ კი, ჩინეთის ინტერესი, ასევე რაღაც სავაჭრო საგნადის იქცევა ჩვენი მთავრობისთვის სხვა დასავლეთთან პირველ რიგში. თუმცა დავიწყოთ იმით რა პერსპექტივა აქვს იმ დაპირებებს ახლა რაც ვახსენეთ, თქვათ ენერგეტიკის სფეროში. ჩემი აზრით სრულიად ახლოს არის ის რაც ვახსენეთ, რომ თუ ჩავხედავთ რა გეგმები აქვს ჩვენს მთავრობას ენერგეტიკის სფეროში, ძალიან ახლოს არის მათ უნდა ესე ვთქვათ გაწერილია რომ 2030 წლისთვის დაახლოებით ფაქტობრივად ყველა მსხვილი ჰესის საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში, რომელიც აქამდე ან მისი პროექტი არსებობდა, ან ის სახალხო წინააღმდეგობებმა გააჩერეს. მაგალითად ნამახვანის პროექტი. ან კიდევ უფრო ძველი ჰუდონ ჰესი. ასევე ნესკრა და ასე შემდეგ. ნუ ეს ჩვენ შემთხვევაში ნეიტრალურად თუ შეხედავთ, ცხადია ეს არის ხო რაღაც ინფრასტრუქტურული განვითარება, ენერგო დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მაგალითები თუ არა ეროვნულ ინტერესებს იცავდა ეს პროექტები, არამედ პირიქით მას აზიანებდა, ხო, აი მაგალითად ნამახვანის შემთხვევაში. ამიტომ ხასაერად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დღის წესრიგში დაბრუნდება ისევ იმ სახით, როგორც ჰქონდა. მსგავსი შეიძლება იყოს აბსოლუტურად ყველა იმ ტიპის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, რაც თქვათ ამ DRF-ს მას შეიძლება მოიცვას. თავისთავად ცხადია გზები, ხიდები და ვირაბები და პორტები ეს ყველაფერი ძალიან კარგია თავისთავად, მაგრამ რა გავლენას მოახდენს ის თქვათ მოსახლეობის დიდი ნაწილის ეკონომიკურ ცხოვრებაზე, ეს ბუნდოვანია, ხო? ანუ ეს რაღაცნაირად გამოტოვებულია და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არ ვიცი
პროგრესული მთავრობის შემთხვევაში თეორიულად რო ვთქვა, ცხადია, შეიძლება იყოს რაღაცა პერსპექტიული, რითიც შეიძლება რაღაცა პროგრესული გადანაწილების პოლიტიკა დაშენდეს თქვა. ძალიან ისე ჰიპოთეტურად რო ვთქვა, მაგრამ ჩვენ არსებული მთავრობა და ასევე წინა მთავრობებიც ამის საპირისპირო ასე ვთქვათ, წინა პროგრესული და რეგრესულები არიან, ხო? ამიტომ აქ შეიძლება მოხდეს რაღაც ტიპის ბუნებრივი რესურსების, ადამიანური რესურსების უბრალოდ ექსპლუატაცია და არაფერი, ვთქვათ, კეთილდღეობის შექმნას ის არ ემსახურებოდეს, ხო? ანუ ეს დიდი ფული, ეს დიდი კაპიტალები, რომლებიც თავს იყრის საქართველოს ირგვლივ, შეიძლება საერთოდ არაფერი არ დატოვოს აქ, რიგითი ადამიანისთვის. ამიტომ ეს პერსპექტივაშია ჩვენ ეს ამას ასე ვთქვათ, დავინახავთ, შეგვიძლია წინასწარ ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ჯერჯერობით აი ეს მოცემულობაა. აი ეხლა დღევანდელ მოცემულობაში ვთქვათ, რამდენად ხედავ ამის პერსპექტივებს და აი თუ ფიქრობ, რომ შესაძლებელია, რომ ვთქვათ, რომელიმე რაღაცა გეოპოლიტიკური მოთამაშე ეს დასავლეთი იქნება ჩრდილოეთი თუ ჩინეთი აღმოსავლეთით, აი პერსპექტივაში გამოგვადგება ან დაგვეხმარება ასეთი რაღაცა პროგრესული პროექტების ათვისებაში. მე პირველ რიგში არსებულ ვითარებაში, ვთქვათ, იმ მთავრობისგან, რომელიც სადაა რომ მთელი ხეობა 50 წლით გადასცეს სხვა ქვეყნის კომპანიას ისე რომ შემდეგ ვთქვათ, სახელმწიფოსთვის იყოს მხოლოდ ზარალი და ინვესტორისთვის იყოს მხოლოდ სარგებელი, ასევე ის რომელიც სად არის რომ თლიანად რაღაცა რაჭის ტყეების უდიდესი ნაწილი აჩუქოს ვიღაცას ერთლარად, ამ ტიპის ძალისგან, რა თქმა უნდა, არანაირი პროგრესული მოლოდინი არ უნდა გქონდეს. ეს არის თავარი, ეხლა ჩვენ რაზეც უნდა ვიფიქროთ. თორე, ნუ თავისთავად ჰიპოთეტურად, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ანუ ეს ამ ტიპის გეოპოლიტიკური როგორ ვთქვა, მოვლენების შემოტრიალება რეგიონისთვის, ეს რაღაცნაირად ეს არის ის, რაც ნებისმიერი მთავრობა, ეხლა ვინც არ უნდა იყოს, ის მის წინაშე დადგება. რაღაცნაირად მოუწევს ამას რაღაცით, რა თქმა უნდა, დამორჩილდეს, მაგრამ რაღაცით, ასე ვთქვათ, უპასუხოს და სათავისოდ გამოიყენოს. მაგრამ ის რომ ეხლა ამ ტიპის, ვთქვათ, ამხელა მოთამაშეების ინტერესი იზრდება რეგიონის მიმართ, ეს ცხადია რაღაცა რეალობაა, მოცემულობა, რომელსაც უბრალოდ ვინც არ უნდა იყოს ყველა იქნება ეს ოცნება თუ იქნება თუ რაიმე სხვა მთავრობა ის საერთოდ ამ მოცემულობაში მოუწევს ოპერირება. ბოლო 20-30 წელია მახსოვს ერთ და იგივე, ხო? ანუ ინვესტიციები შემოვა. ინვესტიციები შემოდის და ეს არის რაღაცა უპირობო კეთილდღეობის მოცემულობა. ხოლო ის ინვესტიცია რას აკეთებს, ვთქვათ, რეალობაში რაში გადაიღურება, რას გვაძლევს, რას გვართმევს, ეს რა თქმა უნდა ეს ამ მსჯელობაში მეორე ხარისხოვანი. აი ჩვენ კონტექსტში ვთქვათ, იგივე ჩინეთის და ამერიკის დაპირისპირებას, რომელიც ნუ რაღაცა სხვა მიმართულებებზე პრინციპში აშკარა გახდა, ხო? ეხლა ტრამპის მოსვლასთან ერთად, აი საქართველოს კონტექსტში როგორ ხედავ, ძალიან ბუნდოვანია მესმის და შეიძლება რაღაცა, არ ვიცი, რაღაც სპეკულაციის კინ გიბიძგებდე ეხლა, მაგრამ აი რაღაცა ზოგადი მოლოდინი რა იქნება, ვთქვათ, შენი. შესაძლებელია, რომ აქ ეს დაპირისპირება რაღაც როგორც ცენტრალური რაღაც ხაზი ფრონტი. არ ვიცი, ხო, ცოტა სპეკულაციური არის, მაგრამ ნუ ერთი მხრივ არაფერი სპეკულაციური არ არის იმაში, რომ ჩინეთის ამერიკის დაპირისპირება არის მთავარი ალბათ რაც განსაზღვრავს ძალიან ბევრ მოვლენას მომავალში. რაც სახეზე გვაქვს უკვე ამ სავაჭრო ომის, რომელსაც უკვე რაღაც ტიპის ცივომსაც ეძახიან. ჩვენ რეგიონთან დაკავშირებით, როგორ თქვა, ნუ ერთი მხრივ ვითომ სპეკულაციისთვის კარგი ნიადაგი გვაქვს, თქვა ანაკლიის პორტი, რომელიც ნუ როგორ თქვა, აი ერთი
ბრიგითი ამერიკელი policy maker-ისთვის რომ შევხედოთ, ხო? ანუ რომ უყურებს ის რეგიონს, ანუ აღკარად და მის რაღაცა უკანასკნელ 5-10 წლის ისტორიას, უყურებს რომ აქ არის მისი თავარი მეტოქის გავლენის უშუალოს და აგერ შენდება ანაკლიის პორტი, რომელიც 49%-იანი წილის მართველი იქნება ჩინური სახელმწიფო კომპანია და ასე შემდეგ. აი ეს აჩენს შემდეგ შეიძლება სპეკულაციის საფუძვლებს, რომ ეს თქვათ რაღაცა რეაქციას თუ გამოიწვევს ამერიკისგან. ასეთი რაღაც შესაძლებელია, ჩემი აზრით, თუ ის მართლა იმ მნიშვნელობას შეიძენს, გულისხმობ ანაკლიის პორტი, თუ მართლა იმ დატვირთვას და იმ მნიშვნელობას შეიძენს, რაც არის ჩაფიქრებული. თუმცა ჯერ თავისთავად პორტიც არ არსებობს და ეს ძალიან შორეული სამომავლო პერსპექტივაა, ამიტომ ვერ გეტყვით. თავისთავად პოლიტიკურადაც ახლა ჩინური დიდი ეკონომიკური აქტივობა რეგიონში ჯერ არ გვაქვს. ამიტომ ასევე თქვათ ბუნდოვანია ვილაპარაკოთ რაღაცა დასავლური კაპიტალის ჩანაცვლებაზე ჩინური კაპიტალით. ესეც რაღაცა კონტურებია, რომელზეც შეიძლება სპეკულაცია მსჯელობა ვარაუდი, მაგრამ ჯერ საკმაოდ ბუნდოვანია ეს მიმართულებაც. რაც შეეხება ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირებას, აქ უფრო ეს უკვე ფაქტობრივად შესულია საომარ ფაზაში, სავაჭრო ომს გულისხმობ და ვფიქრობ, რომ ეს სავაჭრო ომი რაღაც გაგრძელდება და ამას ვიხილავთ ყველანი ერთად. მაგრამ საინტერესო მომდევნო დეკადა გველოდება ამ კუთხით. აი ერთ კითხვასაც დაგიცავ და დავამთავროთ. როცა რაღაც ამ ჩინეთის და ამერიკის დასავლეთის რაღაც დაპირისპირებაზე საუბრობენ ხოლმე ექსპერტები, ხშირად ესე ახასიათებენ ამას, რომ რაღაცა იდეოლოგიებს შორის და პოლიტიკურად რაღაცა ისეთი კარდინალურად განსხვავებულ პროექტებს შორის დაპირისპირებაა ეს და აი შენ როგორ უყურებ ეს რაღაცა მართლა ეს არის რაღაცა ორი იდეალისტური მხარის დაპირისპირებად მიგაჩნია თუ არის უფრო მეტად რაღაცა ორი ეკონომიკური თუ რაღაცა იმპერიალისტური პროექტის შეჯახების საკითხი. ალბათ იდეურიც არის, მაგრამ არა იმ კუთხით, აი თქვათ როგორც იყო ცივი ომის დროს კომუნისტური იდეა, სოციალისტური იდეა და კაპიტალისტური იდეა. ამ ტიპის ცხადი არ არის. და ზოგადად ჩინეთს ბევრი მიზეზის გამო არ აქვს და ვერ აქვს კულტურული პროექტის და კულტურული ჰეგემონიის პრეტენზია, ისეთი როგორიც აქვს ამერიკას. ხო, ანუ რეალურად ამერიკა, ხო, ანუ შტატები და დასავლეთი, ანუ ეს უბრალოდ ეკონომიკური ჰეგემონია არ არის, არის ასევე კულტურული, ანუ მას მოჰყვება ასევე რაღაც ტიპის კულტურული პროგრამა, რომელიც შემდეგ ჰეგემონი ხდება მსოფლიოს ყველა წერტილში, ხო? იქნება ეს თქვათ სუბტად კულტურული, ასე ვთქვათ, ღირებულებები, იდეები, ფორმები, თუ იქნება ეს თქვათ რაღაც ტიპის ლიბერალური შეხედულებები, არ ვიცი, აბსოლუტურად ყველაფერზე, ხო, როგორ უნდა იყოს საზოგადოება მოწყობილი და ასე შემდეგ. ამ ტიპის, ასე ვთქვათ, პირდაპირი უშუალო კულტურული პროგრამა ჩინეთს არ აქვს უამრავი მიზეზის გამო. კულტურული განსხვავების გამო, აიმებში უცხოვის გამო და ასე შემდეგ. მას უწევს რაღაც ხრივ ოპერირება უკვე ასე ვთქვათ დასავლურ ჰეგემონიის ფარგლებში. ამიტომ მე მაინც ნაკლებად გონია რომ ეს არის რაღაცა თავარი ღერძი გადის მაინც რაღაც რო გადის ამ იდეურ დაპირისპირებაზე, ეს ასე არ არის. ვფიქრობ რომ გადის თავარი ვთქვათ გამყოფი ინტერესთა არის ზუსტად ეკონომიკურ სფეროში. კიდე ერთი კითხვა ეს გადაიზრდება ოდესმე თუ არა სამხედრო დაპირისპირებაში, რაზეც ასევე სპეკულაციის საგანი არ ვიცი. რაღაცა ვთქვათ უფრო აგრესიული რეალისტები ამბობენ რომ ეს თავისთავად შეუქცევადია და აუცილებლად გადაიზრდება. არსებობენ სხვა
მოსაზრების მქონეები, რომ ეს ასე ვთქვათ ჩინეთი თავისთავად ამით ზუსტად ეს არის რითიც ჩინეთი ცდილობს რომ ის იყოს განსხვავებული ჰეგემონი და ის რაღაცა საბოლოოდ ასე ვთქვათ ხელი აღებული აქვს ამ ტიპის იმაზე, იმიტომ რომ იცის რომ ვთქვათ სამხედრო დაპირისპირება ამ მოცემულობაში ის მისთვის იქნება დამღუპელი. ამიტომ ესეც სპეკულაციის საგანია, არ ვიცი. ხო, თუმცა ეგეც ისეთი საკმაოდ რაღაცნაირად ძველი თემაა. ძველი თემა განსაკუთრებულად აქტუალურია თქვა ტაივანის შემთხვევაში, ხო? ანუ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ საფრთხის შემცველი პუნქტი ამ თემაში, ხო? იქნება თუ არა ომი ტაივანში. რაზეც ასევე გადაჭრით თქმა თქმა უნდა არც მე და არც არავის არ შეუძლია. ხო და თან ხედავთ რომ რაღაცა ამ ომის საკითხს, ომის საფრთხეს მუქარასაც მუდმივად რაღაცა სავაჭრო საკითხათაც მხარეები ყოველთვის იყენებენ. ხო, ну ეს მოკლედ ომისთან მშვიდობის თემა და მშვიდობის თემა ჩვენთანაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ მორიგდებიან ერთმანეთში ეს სხვადასხვა რაღაცა იმპერიალისტური სახელმწიფოები ამ რაღაცა თანამედროვე რეალისტების გარდა, ну რა ვიცი, რაღაცა მემარცხენეებსაც აწუხებდათ რაღაც მე-20 საუკუნეში და მუდმივად მოკლედ ეს რა ვიცი, ესე ვთქვათ რაღაცა მომავლის გამოცნობის მცდელობა მუდმივი საკითხია, მაგრამ რა ვიცი, ჩვენ იმედი ვიქონიოთ, რომ ისეთი მშვიდობა იქნება, სადაც როგორც ვამბობდით, რაღაცა ამ პროგრესული ადამიანების განვითარებისთვის შესაძლებლობა იქნება გახსნილი, ხო? და რა ვიცი, თუ სადმე მართლა რაღაც ამ იდეალების დაპირისპირება არსებობს, იმედია, რომ რაღაცა ამ იდეებიდან ყველა მხრიდან რაღაცა საუკეთესო გაიმარჯვებს. ხო. თუმცა უნდა მაინც ესე რაღაცა მცირე პესიმიზმით უყუროთ, თუმცა თან ალბათ ვიოცნებოთ როგორც კი, პესიმიზმი ინდივიდუალურადაც და უფრო რეალიზმი და შევხედოთ რეალისტურად. ხოლო შემდეგ შეიძლება დაიბადოს ოპტიმიზმი, რომ დღეს ხო ვეცადეთ რომ რაღაც ჩინეთის ისტორიაზეც გველაპარაკა, თანამედროვე ჩინეთზეც ცოტა ამ რაღაც გლობალურ დაპირისპირების თემასაც შევეხეთ. ვილაპარაკეთ საქართველოზე, ჩვენი საზოგადოების ინტერესზეც და ცოტა საფრთხეებზეც, ხო, რაც გვიდგას ამ დერეფნებით ახალ რაღაც გეოპოლიტიკურ ძალებთან შეშლითაც და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ალბათ ბევრი უნდა ვილაპარაკოთ, აი მე პირადად, რა ვიცი, ჩინეთზე ბევრ დისკუსიაში, ბევრ ესეთ დისკუსიაში მივიღებდი მონაწილეობას, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამოუწურავი თემაა და ის პერსპექტივას, რასაც ხედავთ, ალბათ აჩენს, რომ ჩინეთი აქტუალური იქნება კიდე ბევრი წელი. როგორც რეგიონულად, ასევე სოფლიოში განსაკუთრებით. ამჯერად დავემშვიდობოთ მაყურებელს. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ასევე მადლობა, რომ მაუწყებელში მოხვედით დღეს. დროებით.